დღეს თქვენ მიმართეთ სამიც ქონდათ ორმხრივი შეხვედრები, სამზე ქონდათ კონკრეტული პოლიტიკური გზავნილები რეგიონულ უსაფრთხოებასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით. Თქვენი პოზიცია თუ შეჯამების თვალსაზრისით რა მოისმინეთ დღეს და რა ითქვა? Უბრალოდ ქონდა შესაძლებლობა შეხვედროდი მალტის და მასპინძელი ქვეყნის მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. ქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისევე რა თქმა უნდა რეგიონულ საკითხებზე. იმ გამოწვევებზე, რომელიც დღესდღეობით სოფლიოსთვის საერთო არის და იმ საერთო მისწრაფებებზე, რომელიც გაგვაჩნია. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა მიმემართა ასამბლეისთვის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის დასს. დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით ჩვენ გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას. ხედავთ, რომ ფაქტობრივად ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ და ამ დროს მნიშვნელოვანი არის სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი როგორც არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით. ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობას როგორც ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ, ისევე საუბარი მქონდა ასევე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევცახდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ გქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვა მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად ასევე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. აი დამკვირვებლების სტატუსთან დაკავშირებით უფრო მეტად ვკითხავ, დამკვირვების უფრო სწორად რა სტატუსი იქნება ეს პრაქტიკაში და რატომ უნდა საქართველოს რომ ეს სტატუსი მოიპოვოს? რა თქმა უნდა, გულისხმობს შესაძლებლობას უფრო მეტად ჩართვისა ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ ზოგადად ვიყენებთ შესაძლებლობებს, რომ რეგიონულ ასამბლეებში იქ სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მნიშვნელოვანი, რომ წარმოჩინდეს, ვიყოს წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ასევე ვართ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრები და ასევე გვაქვს სურვილი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრები ვიყოთ. კიდევ ერთხელ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც დაწყებული არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ამისთვის ხმის მიწვენა ყველა ქვეყნისთვის და ასამბლეების სწორედ ამის კარგი საშუალება არის და გაგრძელებული იმ პოლიტიკური ინტერესებით, რომელიც გააჩნია ქართულ ხალხს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი თავი გარეჩარევისგან და ამ მხრივ კოლეგებთან პარლამენტის სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან ერთად გქონდეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება 21 საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ომი და ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში გავლენის მოხდენა სხვა საზოგადოებებზე ძალიან გაზრდილი არის. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ უმოკლესობაში მიმართოთ უკვე ამ განაცხადით დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით და მათ შორის მქონდა შესაძლებლობა კოლეგებისგან უკვე წინასწარ მხარდაჭერა მოგვეპოვებინა მალტის, მონტენეგროს და სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებს. მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებითაც კითხავთ, ეს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი გამოცხადდა და ვიცით, რომ სხვა პირებთან ერთად პაატა ბურჭულაძეს, მუხთა სოდელოს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მაჭკალაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თქვენ როგორ გაიხსენებთ? დღეს რეალურად რა დახასიათებთ? კამპანია დაიწყო, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები, უკვე ეს კამპანიაც დაიწყეს. უბრალოდ ყოვლისა მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ამ პირების ბრალეულობა დამხობის ორგანიზების საკითხში და კიდევ ერთხელ მიეცა უკვე სამართლებრივი შეფასება იმას თუ რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აქამდე თუ კი ეს იყო პოლიტიკური შეფასებები ჩვენი მხრიდან დღევანდელი დღიდან ჩვენ უკვე გვაქვს მყარი სამართლებრივი სასამართლოს დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით თუ რასთან ქონდა საქმე 4 ოქტომბერთან. ახლა დაუბრუნდეთ 4 ოქტომბერს და გავიხსენოთ რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა. დღეს თუ ჩვენ მივიღეთ სამართლებრივი გაირკვა თუ ვის აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის ორგანიზებაში, ჩვენ უკვე აქამდეც ვიცოდით და ამის შემდეგაც რჩება კიდევ თუ ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის ძალადობაზე და ეს გახლავთ ბრიუსელი.
ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, როგორც 4 ოქტომბრის მომზადების პროცესში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ, ისე 4 ოქტომბრის დღეს იმ მომენტში, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როდესაც პირდაპირ ეთერში სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ევროპარლამენტი, პარლამენტარები, რასა იუკნევიჩიანი და სხვა მსგავსი ქართველი ხალხის მიმართ მტრული გეგმების მქონე ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას. შეგახსენებთ, რომ მათ შორის გახდათ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც ძალადობას პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ეს მიმდინარეობდა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს უკვე გამყარდა სამართლებრივი საფუძვლით და ჩვენ გვაინტერესებს კიდევ ერთხელ პასუხი ევროკავშირისგან. სად არის ის ღირებულებითაც და სად რა არის ის ევროპული ღირებულება, რაზეც ასე გვესაუბრებია ხოლმე. ძალადობა არის ევროპული ღირებულება, ხელისუფლების დამხობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება, ადამიანების დაზიანება ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხები გასაცემია, უნდა გასცეს ევროკომისიამ და მისი წარმომადგენელი გახლავთ ევროკავშირის ელჩი, ამიტომ ევროკავშირის ელჩისგან, რა თქმა უნდა, მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, კერძოდ აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, რომ ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მის სასახლეზე მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების თავდასხმის გამო და აპირებს თუ არა პირადად პაվել ჰელჩესკი ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან 7 თვე გავიდა და ერთხელაც კი არ დაგმოის ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე. პრეზიდენტის, რომელიც გახლავთ ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ამ ქვეყანაში. აი ასე როცა იქცევია მასპინძელს არაფრად აგდებენ, ძალადობას აქეზებენ და ამაზე შემდეგ პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, ეს არ არის სწორედაც რომ ევროპელობა. ასე რომ ევროპული პასპორტი, რომელიც ზოგიერთებს უდევს ჯიბეში, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ქართველებს ამ პასპორტს ნუ აგვიფრიალებენ, იმიტომ რა არის ევროპულობა, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად. ის რაც ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელისგან, ის რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, აბსოლუტურად დაცლილი არის იმ ევროპულობისგან თანამედროვე თუ 100 წლის წინანდელი ევროპა, კი ბატონო, ამ 100 წლის წინანდელი ევროპა, ბნელი წარსული ევროპისა, ნამდვილად ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს პარტიების დაფინანსებას. იმ მსგავს კანონებთან დაკავშირებით, პრევენციულ კანონთან დაკავშირებით გვახსოვს ესტონეთის რეაქცია მათ შორის საქართველოს მიმართ. რას ნიშნავს მათი ეს გადაწყვეტილება ახლა? ალბათ ის რო ახლა ესტონეთში დაიწყო დაფინანსება ვინმესი. იმიტომ რომ ფაქტია ხომ, ანუ სერიოზულად ამ ხალხთან საუბარი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ საქმე ადამიანთან, რომელსაც აქვს საბჭოთა მენტალიტეტი, რომლებიც ზუსტად ისე როგორც საბჭოთა კავშირი უყურებდა მსოფლიოში რევოლუციების მოწყობის გეგმებს აწყობდა, სხვა ხალხებზე საუბრობდა, ზუსტად ასე იქცევიან. ეს არის როგორც ჩანს იმ ხელისუფლების, ესტონეთის მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი რამ, რაც მათ საბჭოთა კავშირიდან წამოიღეს. ის მიდგომები, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო. კიდევ ერთხელ ყველას ხელი მოუმართოს იმ საქმეში, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიაჩნიათ, მაგრამ ერთ რამეს ვეთქვით. როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და არ ვერევით იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ესტონეთი ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენი ადამიანური რესურსიც ყოფნის, ჩვენი ჭკუაც ყოფნის და ჩვენი გამოცდილებაც ყოფნის, რომ მივიღოთ ჩვენი კანონები და არანაირად არ გვჭირდება ჩვენ ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა და რეკომენდაციები ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ბატონიშვილის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება თბილისში ოფიციალური ვიზიტით უკვე შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. კიდევ ერთხელ ქართული მხარის პოზიცია როგორი არის ამერიკასთან ურთიერთობების გადაწყვეტის მიმართულებით? ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კარგად იცის უკვე დიდი ხანია რა არის ჩვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ რა არის გასაკეთებელი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ამ ურთიერთობებმა თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაბრუნებასკენ იქ, სადაც პრინციპში იყო ცარიელ ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, იქ სადაც სამწუხარო წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები არადემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, ჩვენ
როცა ვამბობთ პარტნიორობას, არ გულისხმობთ დაბრუნებას, არამედ გულისხმობთ აღდგენას, არამედ გულისხმობთ თვისებრივად ახალი პარტნიორების ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე. ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ძალიან ღია და გულწრფელი ვართ ნებისმიერი პარტნიორის თუ პოტენციური პარტნიორის მიმართ და ასევე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იმედი გვაქვს რომ სათანადო ნაბიჯები გადმოიდგება ამერიკის შეერთებულ შტატებისგან იმ მხრივ რომ იყოს სერიოზული თანაბარ დონეზე საუბარი იმაზე თუ რა ინტერესები აქვს ჩვენ ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ხალხების ინტერესით იმოქმედოს. უკრაინას საქართველოსთან დაკავშირებით კითხავთ, რა გაგრძელება ექნება იმ პროცესს, რაც დაიწყო უკვე, როდესაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთში საუბრობენ იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ხედავდით ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში. ნახოთ, ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ფაქტია რომ უკრაინის ხელისუფლება იყო რომელმაც წინ დაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა და ასე არის ფიქრობ რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციები დააშანტაჟოს საქართველოს. კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართულ ხალხს და საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს რეალობისთვის თვალის გასწორება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ნახოთ, ჩვენ კიდევ ერთხელ ეს არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა. ეს შეხვედრა რახან თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა, ასე ვთქვათ, იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ნახოთ, ალბათ სურთ რაიმე სიახლის გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა, საქართველოს მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმოქმედოთ. ერთ თემასაც კითხავთ აქციაზე ვაშავებულებს და მოძალადებთან დაკავშირებით დღეს ნახეთ პროკურატურის განცხადება დაკავებული არ ყოფილი სამართალდამცავების სპეცრაზმელები რა ახსნა გაქვთ თქვენ ამ ყველაფრის ისმის კრიტიკა თქვენი ოპონენტების რომ თუ აქამდე იყვნენ იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები რატომ არ აკავებდნენ და რატომ ელოდებოდნენ ჟურნალისტების გამოძიებას. იცით რომ ამას რაიმე ჟურნალისტურ პროდუქტთან კავშირი არ აქვს მე ნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდევაც რომ დაკავებულ ადამიანებში არ არიან თუ არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა, ასე რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს, რაც შეეხება თავად დაკავებას, პროკურატურა მუშაობდა ამ საკითხზე და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც რომ იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში პროკურატურამ როდესაც მყარად ჩათვალა რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დღეს ვიხილეთ შესაბამისი ნაბიჯები. ასე რომ ხდება ზუსტად ის, რაზე ჩვენ საუბრობდით. არავინ არავის ხელის დაფარებას არ აპირებს, ის მძიმე კადრები რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ იმ დღეებშივე და იმ მომენტშივე პრემიერ-მინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ ყოფილიყო ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო არანაირი გადაჭარბება ძალისა. რამაც მათ შორის მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა და არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა ამაზე იყო კიდევაც საუბარი რა მომენტშიც პროკურატურა აი მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით ჩათვალა რომ არის მყარი იმისთვის რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ ეს ნაბიჯი გადაიდგა. ასე რომ აქ არაფერი არ იცვლება ამ მხრივ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ რომ არის ცდილობა რომ ხელი დააფარონ მოძალადეებს 4 ოქტომბერზე წამ მქონდა საუბარი და დაუბრუნდა იმ საკითხსაც ეს დღევანდელი განაჩენი არის ასევე ტესტი ევროკავშირისთვის რომ ახლა მაინც 7 თვის თავზე ნახავთ თუ რამდენად
რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი, არაძალადობა, ნამდვილი სურვილი დანაშაულის წაქეზებაზე უალის თქმა და გამოჩნდება ამ შეფასებებში. არის სასამართლოს დოკუმენტი, არის განაჩენი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასე რომ ველით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ამასთან დაკავშირებით და ახლა მაინც იქნებ დაგმოს ძალადობა, რომელიც მთლიანად დღეს შერაცხული აქვს ევროკავშირს. 4 ოქტომბერი ეს არის ევროპული ძალადობის დღე, როდესაც სცადეს ევროპის დროშებით ხელისუფლების დამხობა, როდესაც 25 პოლიციელი დაშავდა, რომელიც არც ერთ ამ ელჩს არ მოუნახულებია სხვათა შორის და არც ერთს არ გამოუთქვამს წუხილი, რომ ევროკომისიის პრესპიკერის წაქეზებული ბრბოს მიერ მოხდა პოლიციელების დაშავება, ასე რომ ნახოთ, ეს არის ტესტი, ეს არის ევროკავშირის, ეს არის პაվել ჰელჩინსკის ტესტი ევროპულობაზე. ნახოთ ჩააბარებს თუ არა ამ ტესტს. გიორგი უდილაურის დაკავებაზეც კითხავს ბატონ შალვა კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცით რომ დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა და ითქვა რომ საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება. ზოგადად სახელმწიფოს პოზიცია როგორია მსგავსი ტიპის დანაშაულის გაყოლების? კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ დეტალებიც არ ვიცი, იცით რომ მათ შორის დახურული არის სხდომები, თუმცა მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონდაზვერვითი საქმიანობა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, მამუკამ დინარაძის ხელმძღვანელობის დროს იყო სწორედ ეს რომ ეს მიმართულება, რომელიც გახლავთ კრიტიკული საქართველოსთვის დღევანდელი გამოწვევის ფონზე, საჭიროებდა განსაკუთრებულ გაძლიერებას და ჩვენ ხედავთ შედეგებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ განეიტრალდეს ყველა ისეთი მავნექმედება, რომელიც გარეჩარევით საქართველოს ხდება. გარდა ამისა, ითქვა კიდევაც, რომ ევროპული ქვეყანა იყო ჩართული ამ ყველაფერში, არ არის საჯაროდ გაცხადებული თუ რომელი ევროპული ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფაქტიც თავად მოწმობს, რომ დღევანდელ სამყაროში რთულია ენდო ვინმეს. ესეც გვახსოვს ჩვენ წარსულიდან, როდესაც მაგალითად გერმანიის კანცლერს მიყურადება ხდებოდა მეორე სახელმწიფოს მხრიდან, მესამე სახელმწიფოს გამოყენებით, ასე რომ ამ განსაკუთრებით დღესდღეობით, როცა ხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოხატულ პოლიტიკას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერს ჩვენ შევხედოთ ეჭვის თვალით. სამწუხაროდ ნდობა დაკარგული აქვს ბევრ ქვეყანას თუ ხელისუფლებას ქართველი ხალხის თვალში და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება, მათ შორის ზოგიერთი ევროპული ხელისუფლების თუ ჯგუფების მხრიდან საქართველოს გავლენის მოხდენის საკითხებში.